მოგესალმებით. დღეს ჩვენთან ერთად იქნება ბიძინა. ბიძინამ კითხვები მოამზადა და ესე ერთობლივად ბიძინა დაუსვამს ხანმეც ჩავერთვები. ჩვეულებრივად უბრალოდ შევიკრიბეთ და ხო, ეხლა ჩვენ რაღაცა ერთ სამყაროში ვართ, მაინც ვცურავთ. კი ბატონო, წვეთში შეიძლება ზოგისთვის უფრო დიდია, ასე ვთქვათ, სააზროვნო ასპარეზი, ზოგისთვის მცირეა, მაგრამ ერთი სულის არის სამყარო და ამას ქვია დიდი ბერის, წმინდა ბერის ნიკოლოზის სამყარო, რომელიც შეიძლება ჩვენ რაღაცა მაინც ოდნავ მაინც ვიგრძენით და გამიცადეთ და გვინდა რომ გაუზიაროთ, ხო? ეს გვაქვს, ეს პრეტენზია თუ შეიძლება ასე ითქვას და რამდენად გაგვიგებს მაყურებელი ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია. ეს არის ჩვენი შეკრება. ჩვეულებრივ როგორც ვიკრიბებით, ხო? ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. მე მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ, იმიტომ რომ კი თქვით წინა ჩვენ საუბარში, იმიტომ რომ ჩვენ ასაკი პირობითობა, სულ სხვა ასაკი არ აქვს. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს მამა ნიკოლოზმა ყველაზე უფრო გვასწავლა, რომ თავისი ყველაფრით, სახით, რა ვიცი, მოძრაობით, მასე ახალგაზრდა ხო? საქმით უპირველესად, მაგრამ რო შეხედავდი მოძრაობა მამაოს, ყველაზე ცოცხალი მოძრაობა, ყველაზე თავისუფალი მოძრაობაში, მოძრაობის ტრაექტორია მაქვს ხედულებაში, თქვათ ქუჩაში რო გაივლიდა რაღაც. ყველაზე ახალგაზრდა მამა იყო, ყველაზე გამძლე იყო და არის. და ეს გვინდა რაღაცა, რა ვიცი, წვეთში გამოგცეთ და ამით შევიკრიბეთ დღეს. ანა ჩვენი, ასე ვთქვათ, მუდმივი ცენტრალური ფიგურა, ყველაზე უფრო რბილი და შეიძლება თბილი ჩვენ შორის. ბიძინა არის ეს ადამიანი, მე სწორედ მამა ნიკოლოზთან იქ სიახლოვეში გავიცანი და რა ვიცი, მაშინვე ღრმად შემოვიდა გულში რაღაცა ვიგრძენი, რომ ჩვენ ერთნაირად ვხედავთ, ერთნაირად გვგრძნობთ, ერთნაირად განვიცდით, შეიძლება მეტნაკლებობა ყოველთვისა, შეიძლება მე სიტყვებით უფრო გამოვხატავ. ეს არის და ეს თორე რა განსხვავება ჩვენ შორის. მე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ვწნობ ბიძინა. შენთან პირადად რომ ჩვენ რაღაცა მე ვიცი და შენ არ იცი. არ მაქვს ეგეთი განცდა მithქვამს. ღმერთის წინაშე და მამა ნიკოლოზის წინაშე, არა მხოლოდ შენთან, არამედ ბევრთან ესეთი განცდა ნამდვილად არ. ეს ბიძინას ასეთი კითხვა ქონდა და მე ძალიან მომეწონა და ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. ადამიანს, როდესაც წმინდანად რაცხავენ გარდაცვალების შემდეგ. ანუ თქვა გარდაიცვალა და გინდა ერთი თვე გავიდეს, გინდა ორი თვე და მერე შერაცხეს წმინდანად. რა გამოდის? ანუ სიცოცხლეშიც ორი თვის მერე თუ გახდა წმინდანი, სიცოცხლეში არ იყო წმინდანი? მაინც და მაინც უნდა გარდაიცვალოს და მერე ხდება წმინდანი? ხო, ეხლა რა ვიცი, ესე იგი ძალიან ისეთი პრაქტიკული შეკითხვა, პრაქტიკული, აი სარწმუნოება ჩვენ ხშირად რომ ამბობთ მისტიური ღვთისმეტყველე. ანუ რას ნიშნავს მისტიური ღვთისმეტყველება? ალბათ განცდითი ღვთისმეტყველება, ანუ შეგრძნებითი, ანუ შენ რო ცოცხლად განიცდი და ამას ქვია ძალიან მარტივად ცოცხალი სარწმუნოება. ხო და როგორ არის ახლა ადამიანის მე ერთხელ ვკითხე მამა ნიკოლოზს, სხვათა შორის ახლა გამახსენდა, მამა გაბრიელს მეთქი ჭირდება წმინდანად შერაცხვა. და რას მეტყოდა მამა ნიკოლოზს? ანუ ჭირდება რომ ჩვენ შევრაცხოთ? არა მითხრა. და მაშინ ვის ჭირდება ადამიანებს ალბათ, რომ ღმერთის წინაშე დააფიქსიროს მიწიერმა ეკლესიამ, რომ აი ეს ადამიანი, რომელიც წმინდა იყოს სიცოცხლეში, ჩვენ დავინახეთ. და მნიშვნელობა აქვს თვითონ ამ ფაქტს, რომ მიწიერი ეკლესია აღიარეს. ანუ ხალხი. ხო, აბარა ღმერთის. ზეცაში, აი ღმერთისთვის მისი რჩეული
როგორ არა მისი რჩეული რომ ჩვენ დავინახეთ, შევაფასეთ და დავაფასეთ. ეს დიდი დადებითია საზოგადოებისთვის. და სიცოცხლეში რო გრძნობს ეს კიდევ უფრო. რატო? იმიტომ რომ ალბათ რატო? იმიტომ რომ საერთოდ ადამიანი რა არის? ადამიანი ხო სულის მდგომარეობაა. მე თუ ამ მდგომარეობაში არ ვარ. ანუ მე უცბად. ხო, საერთოდ ხო ეს ის ხო არ არის რაღაც ტრიუკი და რაღაც ისა რა ვიცი რა ქვია ამას ფოკუსი. რო უცებ გავედი სხვა განზომილებაში და იქ აღმოვაჩინე თავი როგორც წმინდანი, თუ აქვე იტუმეტეს. როდესაც სული წმინდა, ანუ წმინდა სამების მესამე იპოსტასი დედამიწაზე იმყოფება. არა და რა რთულად უყურებენ მაგ თემას ცოცხალი რა რთულად უყურებენ, რომ იტყვი მაგას, რომ ცოცხალი წმინდანი რთულად აღსაქმელია. ანუ რაღაც დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ანუ აი ცოდვილმა ადამიანმა როგორ უნდა შეიცნო დაუშვათ წმინდა როცა ადამიანი. ხო, აი როგორ უნდა დაინახო და შეიცნო რა ესე რომ ვთქვათ. კი. ანუ ჩვენ როგორ შევიცანით, ეხლა მე გიბრუნებ კითხვას, ანუ შეიცნობ და შეიგრძნობ პირველი კურნების ძალით. ხო, მოდი კურნება ესე ვთქვათ, ხო, თქვი? საქმით ესე. ხო, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა ნაყოფის ხელოვნება და მეცნიერება ერთდროულად. ეხლა მე ჩვენ არ ამოვიდეთ, არ გავიდეთ საღვთისმეტყველო სწავლების ჩარჩოებიდან, უბრალოდ ვისაუბრებთ ისე როგორც არის, ვთქვათ, მართლმადიდებლობის ისტორია, ანუ რის მიხედვით კურნების და ეს კურნება მყისიერი კი არ არის, ადამიანი გრძნობ რომ იცვლება. გცვლის ადამიანი და წმინდანი აბა მე შეგცვლი? შევცვალე ვინმე? ხო ვერ შევცვალე. ამ ქვეყნიურ ძალას ფლობს ესე. დიახ, ქრისტეს ძალმოსილი. სიწმინდეში ცხოვრობ ადამიანი. კი. და ეს წმინდანობა სხვათა შორის ამას მინდა მოვაყოლო. ვიღაცას გონია შეიძლება და ჩვენც მათ შორის რომ გაქვავებული მდგომარეობა რომ აი წმინდანს მე ვუყურებ სიწმინდე რომ დაიძრება ადამიანში. ანუ გაეხსნა რაღაც წერტილი და დაიწყო სიწმინდემ შემოსვლა ცხოვრებაში, ხო? ის ხო არ დასრულდება. იცით რა არის, რატოა ძნელი ყველაფერი დასაჯერებელი, იმიტომ რომ ჩვენ თეორიული სარწმუნოების სტერეოტიპებით ვაზროვნებთ. ღმერთი, გაჩერებული ღმერთი ვინმე წარმოუდგენია? აი გაჩერდა ღმერთს, სრულყოფილებაა, ხო? და რას ნიშნავს სრულყოფილება? ძეგლია? ანუ სიცოცხლის წყარო ოდესმე გაჩერდება? მუდმივად მოქმედებაშია. დიახ, ანუ განვითარებაში. ღმერთიც კი ვითარდება თავის სიცოცხლეში. იმიტომ რომ სიცოცხლე ხო მდინარეა, მუდმივი მდინარეა. ანუ წმინდანი სინამდვილეში მუდმივად უფრო და უფრო იწმინდება, ანუ უფრო და უფრო უნდება ღმერთობა, გაგრძობა. ღმერთის მსგავსი ხდება, ანუ წმინდა ადამიანი. კი და რა ვიცი, ხა მე არ მინდა რომ ბევრი ლაპარაკი გამომივიდეს, მინდა რომ თქვენაც ისა აი ერთი მაგალითად ერთ ვიტყვი კიდე და აი ანუ უყურე თურმე ადამიანი არის სულიწმინდის ავსების, უსასრულო ავსების პოტენციის მატარებელი. ხო და ამიტომ რა მიმართულებითაც დაიძრება, იმ მიმართულებით უნდა სულ. აი თქვა ვინო მინდა ვერ ჩერდები, ან ფული მინდა ვერ ჩერდები, რო იკითხავენ, რა თუნდა ამდენი ფული. ასევე საწმუნოებაში. ხო, ასევე კი არა, მაქედან იწყება, ანუ ადამიანის ბუნებაში ზის აღუცებელი ბუნება, საწყაული, აღუცებელი, სულ მინდა, ის რაც მინდა, სულ მინდა. უსაზღრო ეს ყველაფერი. კი. და ოდნავ იგრძნობ რაღაცა ოდნავ სიცოცხლის რაღაცა ოდნავ რომ გაცოცხლებას მე უფრო და უფრო გინდა რომ კი. და მარტო ის და უფრო და უფრო გინდა რომ შევერთე ღმერთს. ხო და ანუ ხო და ამას რო გრძნობთ ახლა ჩვენ ვინ უნდა დაგვაჯეროს რომ სხვანაირად ასაკ. ამას რო გრძნობთ იმიტომ არის რომ წევან ბიძინას ესეთი ფილმიც ხო გაგახსენდა შენ. ხო, ქრისტეს ცხოვრება. ხო და რო გამახსენა ეს ფილმი, მე აი უბრალოდ ჩავთე რომ მეთქი აი რა ფილმია. ადრეც გამიგია ეს ფილმი, მაგრამ არ ჩამირთავს და ვერ ვუყურებ. აი
ხო არის მამაპაისიც გადაიღეს ეს ფილმი, ანუ სურვილიც კი არ გამჩენია რა, რო დამინახავს, ანუ ვიდეო შემოხვედრია, ვერანაირად ვერ არ მაქვს იმის აღქმა, რომ ანუ არის ზუსტად რეალობა აღწერილი თუ არა? არის, შეიძლება რეალობა იყოს აღწერილი, მაგრამ ზემოქმედება არა. აი ხალხი შენთან ხო გიждდებიან. ხო, ანუ რაღაცა ზედაპირული ის არის სწავლება ალბათ რა, ჩემის აზრით. ხო, მაგრამ ხალხი ხო ძალიან ბევრი ხო იკვებება ამით. ძალიან ბევრი ადამიანი. აი ხა მამაპაის ეხა რო გავიდა ბოლოს, ყველა მაგ ფილმს ახსენებდა. ანუ არც წარმომიდგენია. ჩვენ გაგვიჭირა. არც წარმომიდგენია რომ შეიძლება ეგ ჩავრთო რა. ეხა ისე კი არ მოგ, მაგრამ არც წარმომიდგენია, იმიტომ რომ აგე აქ ვარ და მამაო. ხო. იმიტომ რომ ალბათ კინოში ხოა თამაშის ელემენტი და ჩვენ ნახჩი გვაქვს, ნანახი და ნაგრძნობი ყველაფერი და განცდის თვალსაზრისით ნაღდი, ბევრად უფრო ინტენსიური, ბევრად უფრო ნამდვილი დოზას რომ მიიღებ, მე ხელოვნური დოზა ცოტა რა ვიცი. და ამით უშუალოდ შეხება რო გაქვს შენით სუსხვა და ხა. ის მაინც არარეალური სამყაროა, ვირტუალური სამყაროა. გამოგონილი. ბიძინა. ერთად ანუ შენ ზუსტადაც მე ვფიქრობ რომ ეხლა მე რომ მინდა რომ შენ რაღაცა ილაპარაკო შეიძლება ზუსტად ის არის რომ აი ეს რაც მე მიგრძნია შენთან რომ რაღაც სისავსე აქვს ისეთი რა გაჩუმებული ბიძინა რომელიც თუ იტყვის რაღაცას ნამდვილად ისეთ საგნობრივს და დასაფიქრებელს კი არ გაკეთებ მაგრამ მე ძალიან მინდოდა მეც რომ ჩვენ ერთად დავსხდარიყავით მე ანა და შენ ხო და შეგვაწყვეტ სიტყვა ასე იგი ეს ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ისეთი ადამიანი აი დაუშვათ რომელსაც მამა ნიკოლოსთან არ ქონია შეხება არანაირი არც იცნობს ნუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ ინტერნეტით ყავს ნანახი რა არანაირი შეხება ისეთი ადამიანი როგორ ფიქრობთ აი სწორად შეაფასებს მამა ნიკოლოზის გავლილ ცხოვრებას და იმ მდგომარეობას რეალურად რასაც არასაქმესაც აკეთებდა რა ეს ამ კითხვაზე რომ ვიმშევთ შეხვედრით მე აქვე გამახსენდა მამაოს ნაწერი ერთ-ერთი აი ამ კითხვაზე გამახსენდა რომ ურწმუნო უფრო გაუგებსო მორწმუნესო ვიდრეო წმინდანი დიდ წმინდანს აი ბიძინას კითხვა ეს მამაოს ნაწერი გამახსენა ძალიან მაგარია იქ მართლაც ფორმულა აი მაგალითად იცი რა არის პირველი იმას ვიტყვი რომ შეხებას გააჩნია აი მაგალითად მომსვლია წერილი ან დამკავშირები ადამიანის საერთოდ რო არ ყოფილა ბერნიკოლოსთან ანუ ფიზიკურად არ ჰქონია შეხება მაგრამ იხელა წამოვიდა მისგან ბერნიკოლოსის სეული ანუ წმინდანთან შეხების ისეთი განცდა ვიგრძენი მისგან რომელიც აი ბევრ სასულიერო პირს შეშუქდებოდა ეგრეთ წოდებულს ანუ რა ვიგრძენი ციეთ სულით რო რომ მამა ნიკოლოზი ხო უპირატესად ფიზიკურ განზომილებაში მოქმედი ბევრი არ არის მას შეუძლია შეეხოს ადამიანს დღესაც და ყოველთვის შეეხოს შიგნიდან ისე რომ ფიზიკური კონტაქტის გარეშე ხო ასეა ამიტომ ეს მომენტი როგორც წესი მამა ნიკოლოზ ალბათ აფასებენ როგორც ჩვენ ამბობ საერთოდ ამ სამყაროსთან რო შეხებული არ არიან ისეთები სულიერად რელიგიასთან და ესე ფორმალური ანუ ხო ფორმალური აი მაგალითად ვიტყვი დუმარება მაგალითად ხო ამბობთ კი ბატონო ხალხთობა ისა გზა არის მაგალითად ხალხთობის გზა არის ანუ მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი შეიძლება ეს მცდარი არ მგონია რომ ადამიანმა გადაწყვიტოს დუმარება და დაიწყოს დუმარება და გაუგრძელდეს დიდხანს და რატო? იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ ადამიანში ენერგიის აკუმულირება მინიმუმ. ხო, აი ჩუმად ხარ, როგორია? შენ გაუძლო შენ შიგნით რა ხდება ყველაფერს და შენ გარეთ რა ხდება ყველაფერს. ჩემი აზრით დუმარება ეს არის ყოველთვის გამოწვეული ნამდვილი საფრთხო წარმომავლობის დუმარება.
არის გამოწვეული ჭეშმარიტების ისეთ შრესთან შეხებით, რომელიც ადამიანს აჩვენებს. აი მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აი როგორ უცებ რაღაცას რომ დაინახავ და შეგძრავს და გაჩვენდა. აი ნატრის ხელში რომ ღმერთმა ყველა დაიფაროს, ეხლა ეს ცოტა ისე ტრაგიკული ის არის ეპიზოდი, მაგრამ სესილია თაკაიშვილი რომ გაჩვენდება. კი. იმას აღარც ლაპარაკი აღარ უნდა არაფერი. ანუ ალბათ ღმერთის ძალას გრძნობა მაგათ რომ სულ დიდეს. ზუსტად. ანუ ეს არის ისეთი ღრმა კონტაქტი უზენაეს გონებასთან, ძალასთან, გულთან, ყველაფერთან ერთად, რომელიც ადამიანს აჩვენებს. ხო და ალბათ მე ინტერესიც აღარ გიჩნდება სხვა რაღაცების რა, ალბათ აზრი არ აქვს ლაპარაკს. ხო, აზრი არ აქვს რა. ისეთ ძალასთან გაქვს შეხება რა. აზრი წარმოიდგინე და ეს ჩვენ ლაპარაკობთ ისეთ წმინდა ბერზე, რომელსაც მე ყოველთვის მამა ნიკოლს როგორ განვიცდი, იცი ანა, რომ მას მამა გაბრიელმა ჩაუფინა ჯერ. ის რაზედაც ეს ყველაფერი უნდა აღმოცენებულიყო. იმიტომ რომ იქ ქვევით არის რაღაც დიდი ცოდნა, რაზედაც ბერ ნიკოლოზი ხშირად წერდა და მათ შორის ძალიან ნატურალისტურად ეს გამატარა ხო გახსოვს საშინელებები, რომელიც მე მამაოს მიაწერეს და ამ დროს წერს რომ მამაო გამატარა, არა? და ამას აკრიტიკებენ, ხო დააკვირდი, ანუ მამა გაბრიელმა გაატარა, რას ნიშნავს უკიდურესი ფსკერი მოახილინა თავისი სულის. იმიტომ რომ ადამიანს სხვისი სული რა იცი, შენი სული თუ არ იცი, ადამიანმა იცის მხოლოდ მისი სული. და იქიდან გამომდინარე სხვისი სული და არა პირიქიდან. ჩვენ როგორ ეპოქაში ვართ, ეხლა მდუმარებაზე ვთქვი მაგალითად, ხო? ვაკრიტიკებთ კაცს, ესე იგი, რომელიც გაჩუმებულია, წარმოგიდგენია? და გაჩუმებული როა, ამის მერე მიდის მასთან ხალხი და ამის მერე უყვართ და ამის მერე ავტორიტეტი. ერთი გაჩუმდეს რომელიმე და რამდენ ხანს იბლის ვინ. ხო, არის ადამიანი არ ლაპარაკობს, არ საუბრობს ამდენი წელი მე მგონი, ხო? და რამდენი რამე ბრავ დადანაშაული. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და რა ვიცი. ხო. არავისთვის შეურაცხყოფა ხო? ხო, ასე ესეთი კითხვა მინდოდა დამესვა. არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, დაუშვათ მამა ნიკოლოს რამე დაეშავებინოს, ზიანი მიეყენებინოს ადამიანისთვის, რა თუ არის ვინმე ესეთი, რომ იტყვის, რომ აი მე რაღაცით დამაზიანა, რაღაცა ცუდი გამიკეთა. როგორ ფიქრობთ, იქნება? იცი რა არის? ბიძინა. ესე იგი, მე პირადად ამოვდივარ ყოველთვის პირველ რიგში ჩემი თავით. ესე იგი, დაზიანება კი არა, თუ ვინმეს რამე კაი გაუკეთებია, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, რა ვიცი, სულიერება კიდე მაღალი კატეგორია. სამყარო ამხელა გამოცდილება მაქვს, ხო? ბევრ ადამიანს შევხედი ვარ. ჩაღრმავების თვალსაზრისით ცხოვრებაში, ადამიანში, სულში, აზროვნებაში, ხო? არათუ დაზიანება მამა ნიკოლოზი, ხა ჩვენ ამ გამოცდილებით ვცხოვრობთ, ხო ასეა? და საერთოდ ამ გამოცდილებით სუნთქავთ ჩაღრმავების გამოცდილებით. და დაზიანების მაგვარი რამე ან ჩვენ, ან ვინცაც ჩვენ ვეხებით, ვინმეს განუცდია, დავიწყოთ ჩვენგან. თვითონ ეგ ფრაზაც, აი მამა ნიკოლოზი და ზიანი ერთად ცოტა არ არის, არ კონტექსტურია, კი, გეთახმებ. არა კონტექსტურია და იცი რა არის, მაგრამ არის ერთი მომენტი, ჩვენ აი ეს ცნება მამა ნიკოლოზის, ასე ვთქვათ, საყვარელი და მისგან ნაკარნახევი, ესე ვთქვათ, ტერმინი, შოკური თერაპია არსებობს, რა ვიცი, და ყველას გვახსოვს ეს, რომ ხანდახან ასე რაღაცას მიგანიშნებს. ან როცა მე ლაპარაკობდა მაშინაც გიტოვებს რაღაც ისეც შეიძლება ის იყოს შოკი, შეიძლება ის იყოს ძიმეთ საფიქრის საგანი, რომელიც მე დროში ხვდები, რომ რატო გააკეთა ეს მე. ანუ იმ მომენტში შენ რაღაცა უცნაური გგონია დაუშვათ, მაგრამ მე უცნაურიც, ტკივნეულიც და საერთოდ გიჭირს ამაზე ფიქრი და ამის გადატანა. დრო რო გადის, უფრო კარგად ხვდები ყველაფერს რა გავიკეთე. აი როგორც ოპერატიული ჩარევა ალბათ.
ქირურგიაში ან მედიცინის სფეროში ან რავი ფსიქიატრიაში კი ბატონო მე შენ დღეს მიჭირს არ გემორჩილები წინააღმდეგობას გიწევ ტკივა გამანებე თავი წუხარ მაგრამ მერე დროთა განმავლობაში ვდაგირო თურმე ეს ყოფილა მხოლოდ ეს და ეხა ზიანი და ზარალის ვინმეზე თუნდაც რო იყოს მიმყენებელი მამა ნიკოლოზი დროში ის ხო ვერც ამ დროში ვერ გაწელავდა მისი ცხოვრების წესისგან გამომდინარე ასეთ მჭიდრო და სიყვარულით სავსე ურთიერთობას სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან ხასიათით, ბუნებით, ინტელექტით, ცხოვრების წესით, ქცევით, ყველა მართლაც და ყველას ერთნაირად უტოვებს შიგნით რაღაცას. მაგას კი არა, გეტყვი რას უტოვებს კიდე. ყველას გონია რომ ყველაზე უფრო მამა ნიკოლოზი ის უფრო. და ეს ხო უნდა იფიქრო ამის შესახებ. ამიტომ მაგაში ძირითადად ჩვენ წინააღმდეგობა რაში გვაქვს ერთმანეთთან, ნუ წყალებში ვამბობ ოდნავ ირონით. რო ბიჭო შენ რა იცი, მამა ნიკოლოზმა მე ეს მითხრა მე ეს მასწავლა მე ეს მომაქცია ყურადღება. შენ საერთოდ რა ყველას გონია ეს ჩვენი ჩათვლით. ანუ რა დიდი სიყვარულის დიდი დიაპაზონი, დიდი სიღრმე შემოყვავდა და შემოქონდა და შემოაქვს და შემოყავს დღესაც და ახლა ზიანი და ზარალი ძმაოდ ვინმეს თუ მოაყენა აგერ ბურთი და აგერ მოედანი გამოვიდნენ და თქვა არ არსებობს ხო კი დროში შეიძლება აი რაღაცა გატკინა მაგრამ მე დროში ხომ არის გატკინა სხვა რამე და ზიანი საერთოდ სხვა ხო არა ხო ეხლა იმ ზიანზე ხა მამა უსაზღროდ მოწყალე ადამიანი და შემწყნარებელი ადამიანების თუნდაც ქცევის აი მაგასთან რომ სადმე სხვაგან სხვა სადარბაზოში რომ ასე მოქცეულიყავი ხო არ შეგრჩებოდა თავი და ყურები ხო ანუ ისა და იმიტომ რომ იყო უსაზღროდ და არის შემწყნარებელი ადამიანი ეს პასუხისმგებლობას ზრდის კი არ ამცირებს პასუხისმგებლობას როგორ ზრდის იმიტომ რომ აი რაც უფრო პატიობს მასწავლებელი შენ უფრო რაც უფრო პატიობს იმის უფრო ხათრი არ უნდა კონდეს კაცო თუ რომელიც ასტიკი როა და ჯოხით რო გადგას თავზე იმას კი ცოტა ხან შეიძლება მოუთმენო მაგრამ მე უკვე იმის პატივის ცემა არ აქვს და როცა ასე პატიობს გიწყნარებს გეფერება მაგრამ იცი რა მახსენდება ახლა მაგ პატიობაზე ერთი უწერია მგონი რომ შეიძლებაო დიდი არ დაისაჯო და რაღაც მომენტში მე ანუ რაც ბოლოს მოგვითხოვა რაც უფრო ვიანდაისჯერე რაც უფრო კაცრად დაისჯერებიო ადამიანი ეგეთი რაღაცა მაქვს მოსმენი ხო ეგ საერთო ფორმულაა სინამდვილეში ჩემი აზრით საერთოდ მიტევებაზე რო ვლაპარაკობ ჩვენ პატიება საკმაოდ ისეთი სერიოზული თემა რამხრივ როცა ადამიანს პატიობ ხო მიუტევ ხო შენ იხსნი ამით შენი გულიდან ლოდს და აბარებ იმას ღმერთს ანუ ღმერთის წინაშე აღგოს პასუხი და ყველაზე ძნელი და ყველაზე მთავარი ღმერთის წინაშე პასუხისგება ხო იმიტომ რომ იქ ხარ შენ ერთ-ერთში ხარ და აქ ნაპატიები რო ხარ ხო ადამიანურად რო გაპატია ვიღაცამ ხო რაც უფრო შენ ვერ მიხვდი ვით უფრო მე მკაცრი როგორ მიხვდი იმას რომ გაპატია ხო ვერ მიხვდი ვერც დანაშაულს ვერ შეცდომას ვერაფერს ხო დიდ მანძილზე ანუ ჭეშმარიტების წინაშე მაინც ხო უნდა გასცე პასუხი და მე ჩვენ გონია რომ ეს როგორ აიცი აი დავავლე რაღაცას და გავიკეთ საგარბი ხარ ვის გაურბი ხარ ვინც სულა და მამა ნიკოლოზი დიდ მანძილზე იცი მკაცრიც და შეიძლება სასტიკიც იყოს არა იმიტომ რომ სასტიკია ბუნებით არამედ იმიტომ რომ მისი ის უსაზღრო შემწყნარებლობა და მოწყალება ავტომატურად შენ ისეთი პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს ავტომატურად მექანიკურად რომ ეხლა რა ოქნა ძმაო შენ კისერის მოტეხვა თუ მინდოდა ჩემი რა ბრალია მოიტეხე ხა კისერი ბოდიში ეხლა რომ მამაოს მაგივრად ვამბობ ამას და მამაოს მაგივრად კი არ ვამბობ ჩემ მაგივრად ვამბობ
ესე დამინახავს, რომ მე მაგალითად ძალიან უფრთხოდი და უფრთხე. როგორც გინდათ ისე გამიგე. იმიტომ რომ ვიცი, რომ ჭეშმარიტებასთან გაქვს აქ. კი, და ეს თუ რაღაცა, უბრალოდ ეს სულ მახსენდება ხოლმე ეს ჩანაწერიც, ფრაზაც. რომ თქვენ ჯერ კიდევ სისხლამდე არ შეგრძოლები ხართო ცოდოს, ანუ სისხლამდეო. რა შეიძლება რას ნიშნავს სისხლამდე არ შეგრძოლები ხარ? ეს ერთ ადამიანს დაუწერა და იქ წავიკითხე და ძალიან დამამახსოვრდა. მაგრამ ვერ ხვდები, ანუ სისხლამდე, ანუ რას ნიშნავს? ეგრე შეგრძოლება რას ნიშნავს? ნუ ეს იცი რა არის, ჩემი აზრს გეტყვი მაშინ ცოდვა იმდენად ცოდვაა თუ რაღაც ხე მე მიჩერს ცოტა ასეთ ცოდვა და რაღაცა. ხო, ნუ მაგრამ ადამიანში იმდენად ღრმად არის გამჯდარი ზოგიერთი თვისება, რომ აი ტყავთან ერთად უნდა ატყავდე, ანუ შენი სისხორცეულია და ის რომ მოიშორო, მისი წილი ტყავი და მისი წილი ხორცი მიაქვს, ანუ უნდა გატყავდე, რომ ამოვიდეს შენგან ის მძიმე, რა ვიცი, თვისება, იქ ფიზიოლოგიას ჩართული, სინამდვილეში ბუკვალურადაც შეგვიძლია გავიგოთ. იმიტომ რომ ფსიქობიოლოგიური არსება ადამიანი ფიზიოლოგიაც ჩართული. ფსიქიკა რა მარტო აზრები კი არ არის. იმ აზრების უკანდი რაღაც ნივთიერებაა. თორე გაწმენდილი რო იყოს, ხო არ შეგაწუხებს და როგორ გამოვიდეს ის, რა ვიცი, ძალიან კაცად. არა, ანუ მაგას ნიშნავს, ანუ სისხლამდე შეგრძოლება. პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ უნდა რა ვიცი, უნდა მოიღო შენი ძველი თავი. ხო, ცოდვა ეხა მართალი ხარ, ცოტა ის ეგრე კი არ ვამბობ, რომ ცოდვა ის რაღაცა ერთი რაღაცა ის თვისება თუნდაც, რომელსაც ძველი ბუნება, ხო, შენი ძველი ბუნება, რომელიც შესისხორცებული. აი და სისხლიც კი, აბარა. ამიტომ მამაო ლაპარაკობს ყველაფერს პრაქტიკულს. რატო ვერ უძლებენ, ვერ იტანენ? იმიტომ რომ ეს ის არ არის, მამაო ის არ არის 50 ჯერ თუ არ დაარტყამ თავს და 59 ჯერ დაარტყამ, ვერ ცხონდები და ფორმალიზმი ხო. ხო გინდოდა რომ შევხებოდით მაგ ფანატიზმის თემას და რატო გონიათ რომ ჩვენ მაშინ რაღაცა ცოტა ფანატურად ვუყურებთ? იმიტომ რომ პრაქტიკაში არ ვართ ხა არ მინდა მესამე პირში მე ზოგადად ფანატიზმი რას ნიშნავს, რა არის ფანატიზმი? ჩემი აზრით აი სწორედ ეს როცა არ შეხები ხარ საგანს, უშუალო შეხება არ გაქვს საგანთან და გეადვილება ლაპარაკი, იმიტომ რომ შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება არ გაგაჩნია. რატოა რომ აი ყურე როგორი ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე ქადაგებენ, სასულიერო პირი იქნება თუ არა სასულიერო, ისე ადვილად აკრიტიკებენ ამხელა ტანჯვითი ცხოვრების მაცხოვრებელ ადამიანს, არა? მოწამეობრივი ცხოვრებით. რატო? იმიტომ რომ ის მოწამეობრივი ცხოვრება ხო მათ არ ქონიათ. სიდისის კენებას არ გრძნობს ის ადამიანი, მე რომ ხო, ცოტას რაღაცას სიდისის კენა ფანატიზმის ერთ-ერთი თვისება არის გარქომანება ადამიანის ტლანკი ხდება. ანუ ვერც გრძნობს. ეადვილება, ბიჭო, ეს მაგას დაანებე თავი კაცო, აგერ ანუ პატრიოტულ მოტივზე აბრაყუნებს კაცი. ომში არ ყოფილა, არ უნახავს, არაფერი არ დამართია, ნახევარი საქართველო, რა ვიცი, დაიშალა, დაინგრა, დაისისხვა და დღესაც არის ბრახონი. რატო? არის ეს პატრიოტულ ჰეროიკული სიხალბე, საშინელება. რატო? იმიტომ რომ პრაქტიკულად არ გაქვს. ხო და გრძნობს, ანუ ვერ გრძნობს. იცი რომ ისე აბარა. აი, როცა თავს გადახდება. უშუალოდ პრაქტიკაში რომ თავს გადახდება, მე უკვე ადამიანის რბილდება თუ კი გადარჩა. ჯერ გადარჩენაა საქმე. ადვილია ბერ გაბრიელის ხელში გატარდე, ასე ვთქვათ, მისი სწავლების ქუგრაში თუ სკოლაში გაიარო. მერე წახვიდე განმარტოებით იცხოვრო მიტოვებული ყველასგან. ამის შემდეგ წახვიდე და მესვეტეობის მდუმარების და მესვეტეობის ღვაწლი აიღო. ეს ყველაფერი ეხლა ადვილია რა ჩემთვის სალაპარაკოდ, რომელიც ეხლა ერთი სული მაქვს. როდის დავასრულებ საუბარს და ყავა მინდა დავლიო, თქვათ, პირობითად ვამბობ. ანუ ჩემი ფსიქიკა სხვა,
იმათი სხვა, იმ სასულიერო პირებისაც. ყავა ხო გვიყვარს ყველას მინიმუმ. ამ ყველაფრის ფონზე მამაო, რავი, ალბათ თვეები იყო, რომ საერთოდ საჭმელს არ იღებდა, ანუ საკვებს არ იღებდა, დიდი ხნის განმავლობაში მარხულობდა ხოლმე, ნუ კვირები. კი. საერთოდ ხო. და როგორია ხელად ტანჯვას გაუძლო ამ ყველაფრის ფონზე. ხო, ეს ასკეტური ცხოვრება კიდე ცალკე, აი ზუსტად რო ვთქვი, რომ მე პერი გაბრიელი ჩაუფენდა მეთქი. ჩაფენაში პირველ რიგში გულისხმობ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ გულის დარბილება. ადამიანს თუ გული არა აქვს გონი დარბილებული, მგონი, შეიძლება ასკეტურმა ცხოვრებამ მასზე უარყოფითი იმოქმედოს, ანუ სასტიკი ხდება. კაცრი ხდება, რატო? მის თავს რომ კაცრად ექცევა, ავტომატურად ცხებსაც განკაცრებულია, რატო? გული არ აქვს დარბილებული. ანუ არ შეიძლება ესე ჩვენ ფანატიზმი რომ გადავწყვიტო რომ აი ხლა უნდა ვიშიმშილო, აი ხლა მდგომარეობაში, იმიტომ რომ კი, იმიტომ რომ შიმშილის სინამდვილეში ალბათ ყველაფერს ვაყოლებ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ეს თქვა ბერული გამოცდილება თუ რაც ქვია, მაგრამ შიმშილის სინამდვილეში ალბათ მარხვა შიმშილია მამაო თუ როგორ. მარხვა შიმშილი. ეგ მომეწონა ყველაზე უფრო რომ მარხვა შიმშილი, ანუ შიმშილი არის როგორ თქვა, მარხვა არის დამხმარე საშუალება იმისთვის რომ ადამიანს სინანული დაეუფლოს. სინამდვილეში მარხვით არც ვიმარხე, არც თუ როგორ თქვა მამა გაბრიელმა დაუნდაბლდი და ცხონდიო. ანუ მარხვა დამხმარე საშუალებაა და შეიძლება ადამიანი მე მაგალითად ხო ვამბობდით აი ზუსტად ჩვენი საუბრის დაწყების წინ რომ იოგი მხავს ნანახი სულ რო არ ჭამს. სულ რო არ ჭამს, ანუ რა ხდება, მიაგნო რაღაც ისეთ ენერგეტიკულ წყაროს რომ მას ფიზიკური საკვები არ ჭირდება იმისთვის, რომ ენერგიით და ანუ სასიცოცხლო ენერგიისთვის არ ჭირდება ფიზიკური საჭმელი. ეხლა ის იოგი მარხულობს. ანუ კი არ მარხულობს, საერთოდ ვინიცის რა დღეში, ანუ ისეთ წყაროზე დაჯდა. მე არა ვარ ეხლა, როგორ თქვა, ამის ექსპერტი ვერ ვიქნები იმას რა ჭირს. მაგრამ არ ამგონია რომ კონდეს იმას თბილი და რბილი გული. ხო გესმის? მით უმეტეს მონანული. ხო? ანუ ეს ასკეტური ცხოვრების წესიც მამა ნიკოლოზისეული იყო უნიკალური, სრულიად განსხვავებული და გამათბობელი არა მხოლოდ მისი, არამედ სხვებისაც. ხო, ანალოგია რა აქვს? არა, ეგეთი რა არც მე. არც მე. კაცი ხო, თქვი. არა, ის იყო ეხლა ჯერ მდგომარეობაში იყო 20 წელი და ნუ 7 წელი მიწაზე არ კონდეს ფეხი დადებითი. ხო და ლაზარემ რო თქვა გამათბობელიო, ეხლა გამახსენდა ძალიან მარტივი იყო, მამაოსთან რო დავდიოდით თქვა ფონიჭალაში, იმ მომენტში, როცა თქვა ვიყავი მამაოსთან და წამოვიდოდი, ყველაზე მიყვარდა. და ძალიან მარტივი იყო კი არა? ანუ კარგად ვიყავი და ყველა მიყვარდა იმ მომენტში, ანუ გამათბობელზე გამახსენდა ხო, ეხლა. კი ბატონო. რომ ესეთ რაღაცას მართებდა. ხო. რომ მიხარო და მიყვარდა. ჩვეულებრივ და უბრალოდ, ვითომ არაფერი, კი, იმიტომ რომ ალბათ, იმიტომ რომ ესე იგი იმას ქონდა და აქვს დღესაც გულზე ზემოქმედების ეს ყველაზე ძნელი. ტვინზე იმოქმედო ადამიანის ტვინზე შეიძლება რაღაც ჭკვიანური აზრებს იტყვი რაღაცას ცოტას დააბოლებ, ცოტას მაგრამ გულზე იმოქმედო ადამიანის, ანუ მის ცენტრალურ წერტილზე, რომელიც თავარი არსებაზე, ხო? ამას იმხელა ალბათ სიყვარული უჭირდება ადამიანის, რომ ეს წარმოიდგინე რა ამხელა ფიგურა შემოვიდა ქართულ საზოგადოებაში და კერძოდ მის სულიერ, ასე ვთქვათ, სფეროში თუ შეიძლება ასე ითქვას. აი დიამ ეკითხებოდა, რომ ამბობდა უფრო სწორად ჩვენ პირველში, როგორ შეიძლებაო სასულიერო პირიო რაღაცაო ვერ ხვდებოდესო და მე რატო ხვდებიო? ძალიან ისეთი მე ვიტყოდი პირდაპირ და მარტივი კითხვა. ხო, მაგრამ სასულიერო პირი ალბათ ის პირია, რომელიც ადამიანის სულში ჩადის და ვის სულში ჩადის? თავის სულში. ხო. და სხვა სასულიერო პირი, რა ვიცი, არ ამგონია რომ უკავშირდებოდეს რომელიმე გარეგან წოდებას, რეგალიას. სასულიერო პირი ხარ? ანუ შეიძლება იყოს ეს გარეგანი. წერალი მაგალითად, ჩემთვის სასულიერო პირია, დიდი წერალი. რატო? შემეხო, შემოვიდა, შემცვალა, წავიდა. არც მინახავს ისე ნაწერით. ამას შეძო ნაწერის გარეშე. ხო,
რას მოვაყოლე ხო ეს სასულიერო ანუ მოკლედ რა და იმ დღეს ვლაპარაკობდი შენს გეუბნებოდი რომ ზეინაბის ინტერვიუ მოვისმინე რომ მამა მე არ ვიცოდი ეს აქამდე რომ თურმე მამა ნიკოლოზი ხა შეცდომით რო არ ვთქვა ზუსტად არ ვიცი რა თანამდებობაზე მუშაობდა საპატრიარქოში მაგრამ რომ მუშაობდა საპატრიარქოში მისულა სამთავროში და რო უნახია მამა გაბრიელი საქათმეში ცხოვრობდაო თვითონ ზეინაბისგან ესე მოვისმინე ზეინაბის ინტერვიუსგან და მე დაურეკე კიდევაც და ვკითხე და მე მამა ნიკოლოზმა მომითხრა პირადადო რომ რო დავინახე ოღონდ არ ვიცნობდიო მე მამა გაბრიელსა და რო დავინახეო თეთრ წვერა მოხუციო არც ვიცოდიო მაშინ ესეთი დიდი ძალის მქონე რო იყო დედავებს მირიანის კოშკიო იყო საწყობადო გამოყენებულიო საწყობი იყო და ვუთხარი მგონი დედავებსაც უთხრა და თავისი ხელით მამა ნიკოლოზმა დაიწყო დილიდან ასუფთავებდა თორმე და ნუ მერე გავითანგო აღარ შემეძლო და რამოდენიმე საათში მამა გაბრიელმა თვითონ წამში გამოზიდა ეს ისინი საწყობი იყო მტვრიანის და დაალაგავდა მე გიას ვკითხე რომ როგორ იყო შენ თუ მამა ნიკოლოზ თუ შენთვის აქვს ეს ნათქვამი და ჩემთვისაც აქვსო ნათქვამიო მაგრამ გიამ ცოტა სხვანაირად მომიყვა რომ მამა ნიკოლოზმა მითხრაო რომ ამხელა დიდი ბერიო ანუ იცნობდა უკვე ამხელა დიდი ბერი რომ ესე ყავთო დედავებისთვის უთქვია დედავები ცხოვრობდნენ მირიანის კოშკში მეორე სართულზეო ამხელა ბერი ესე ყავთო და დედავებს გაუსუფთავებიათ და შეუშვიათ მამა გაბრიელი ანუ ცოტა კი სხვადასხვანაირია მე მაინტერესებდა უფრო იმანდედან გაიცნო და საყურადღებო ის იყო რომ თავისმა მოწაფემ თავისი მოძღვარი ასე ვთქვათ საბოლოო სადაც მე მამა გაბრიელი აღესრულა ხო თვითონ გაუმზადა და რაღაცნაირად მასაც იქნება რაღაცა ეს ისეთი აიყურე როგორ რაღაცა საერთოდ ღრმა ინტიმი ბერსა და მის ადამიანებს შორისაც ასეა ანუ ძალიან უახლოესი ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის არის დაფა. ეს არის ღრმად ინტიმური თემა, რომელიც არასოდეს არ იქნება სასურველი ადამიანი თუ ნორმალურია კაცი ან ხალი, სულ არ უნდა იმას რომ სხვა მიცოდეს ვინ როგორ უყვარს და რა უყვარს და რაღაცა პატარა ხო რაღაცა საყურადღებო რომ თვითონ ეხლა ეგეც მეც პირველად გავიგე ეგ არ ვიცოდი ეხლა დაახლოებით თუ ზუსტად არა რომ ეგრე იქნებოდა დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ჩემი ასე მამა ნიკოლოზსაც ხო ხშირად აქვს გამოხატული რაღაცნაირად ანუ მაგალითად თუნდაც ის რომ უთხარი რომ დაბრუნდი მამაო რა დაუბრუნდეო კაცო მამა გაბრიელს არ დავემორჩილო რუსთაველზე რომ მითხრა და იქ მოვსხიპე მე ასე ვთქვათ ჩემი მოკლეჭკურით რომ ვითომ მამაოს ვორჩევდი რომ დაუბრუნდი ეკლესიას როგორც ორგანიზაციას რა თქმა უნდა თორე მამაურთი ეკლესია და ეკლესიაშია და თვითონ არის ეკლესია ეს კი ვიცი მაგრამ რომ მითხრა რომ როგორო მამაოსთან მამა გაბრიელს არ დავემორჩილო ანუ აი ეს ერთ-ერთი ინტიმი რომელიც მე დავიმახსოვრე მე ხო ვიცი რომ მამა ნიკოლოზი ტყუილს არ მეტყოდა ხო ვიცი აი მეორე ინტიმური ანუ ეს არის ღრმა ინტიმი რომელიც დაფარულია და ითხოვს საჯაროდ არ იყოს მაგრამ ეხლა რა არის იცით გამჭვირვალეობის დრო ვისაც როგორც არ უნდა უნდოდეს და არ უნდა მოწონდეს ის რომ მამა ნიკოლოზი და მამა გაბრიელი ერთ არსია ეს მაინც დადასტურდება და დამტკიცს გაუცილებლად გაცხადდება აი ზუსტი სიტყვა სიმართლე ყოველთვის როგორ თქვა ცხადდება რაღაც პერიოდი შეიძლება დაიფაროს შეიფოთოს დაიმალოს მაგრამ ბოლოში მაინც რაც სიმართლეა ისე ხდება ყოველთვის. ხო. ხო, ჩვენ მაინც ესე ვერც გამოვიძიებთ, ხა რა ურთიერთობა ქონდა და რა თქმა უნდა არც მაგ უბრალოდ აი რაღაცა ეს რო გავიგე ძალიან რაღაცნაირად ხო, დაგიდასტურდა შენი ჩვენ მაგას ისედაც გრძნობ. ჩვენ ეხლა მე ვგრძნობ მაგას კაცო. იცი არ ვიცი რით გრძნობ. სრულიად განსხვავებული პერსონაჟია თუ რაც ქვია სასულიერო
ფიგურები არიან თავის ბუნებით, თქვათ, ბუნებით როგორ ხასიათით, მოდი ესე ვიტყვი, მაგრამ სადღაც რაღაცაში უგრძნობ, რომ ერთნი არიან. ესეც ისეთია რა. მამა გაბრიელსაც ხო აქვს თვითონ ნათქვამი, მამა ნიკოლოზზე მე და შენ ერთნი ვართო. კი, ბევრი გამონათქვამია ასეთი. აწერები ბევრი არ ეყოლება და ბევრი, მაგრამ იცი რა არის, ადამიანს როცა არ უნდა მიიღოს რაღაცა და ვიღაცა, ხო? ქრისტეს არ აღიარებდნენ და ჩვეულებრივი ამბავი. მანდ ბევრი რამ ერთვება, ალბათ შური და ასე შემდეგ. თვითონ იმ ფილმიდანაც რო ავიღოთ ქრისტეს ცხოვრება რა. ანუ იქაც ქრისტე სულ დადიოდა ესე და ეკლესიებში როგორც ვიცი არ დიდად არ მომიმაშველოდა, არ ატარებდა რა. საერთოდ არ მოძრაობდა ხო? ეგაც საინტერესოა. დადიოდნენ და დაყვებოდა ხალხი. ხო. და მაინც უკვირდა ყველას და სასულიერო პირები არ აღიარებდნენ რა. ხო, ანუ იგივე ისტორია ფაქტობრივად. წმინდანი როცა ხდები ყოველთვის დიდი დაპირისპირება მოდის რა, ასე რომ ვთქვათ. ხო. ნუ მამა გაბრიელსაც რო შევეხოთ, აგერ 25 წელი საფლავზე ეძინაო რა და 15 წელი მათ ხოვრობდაო და როგორია ახლა მამა გაბრიელს ამხელა ძალეს პატრონს არ შევეძლო რომ უკეთეს გარემოში ყოფილიყო და უშუალოდ, მაგრამ გაიარა ის ტანჯვა წამება ალბათ როგორც საჭიროა რა. ხო. ვერ მამას მე პირადად ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, იმიტომ რომ მეც მქონია შეხებები ისეთი არა როგორც ბევრს ჩვენებს მამა გაბრიელთან და ერთი როგორ გითხრა რა მოთელილი ისეთი კაცი რა მაპატიოს ისმა სულმა ანუ ერთი რაღაცა შელახული იმითი მახსენდება რა და ძალიან ისეთი ზოგჯერ ექსცენტრული ზოგჯერ ისეთი რა თეატრალური იქ ჩამოდიოდა აკადემიის შენობაში. იმას ეხლა იმ გადასახედიდან ვთქვათ, რომ ამხელა პატივი ექნებოდა დღევანდელობაში, მაგალითად მეც ვერ წარმოვიდგენდი. არა, მე მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მამა გაბრიელი, დღეს ხო მამა გაბრიელი ნომერ პირველი. კი. ხო და მაშინ ნომერ უკანასკნელი იყო. ანუ უკანასკნელი იქნებიან პირველი. ხალხი ადამიანები ვერ როგორ ვთქვა, ვერ იცნობდნენ და მაგიტო რა. ხო და რო ვერ იცნობდნენ, აი ეგ არის ყველაზე დიდი, რომ ვერ ვიცნობთ რაში მიფიქრი ამას, უბრალოებაში ვერ ვცნობთ. ანუ უბრალოება ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული. აბა ის რო ყოფილიყო ისეთი, ხო იცნობდნენ მაშინ, რომ იმას რა ქვია. მოლან ნასრედინის ის მახსენდება მაგაზე, მოლან ნასრედინის, რომ დაპატიჟეს თუ რაღაცა, ეხლა თუ სწორად გავიხსენებ რა. საჭმელი არ დასვეს, ღარიბი ტანსაცმლით არ დასვეს. ხო და არ მიუშვეს სუფრასთან და მე მოვიდა და მოიტანა მდიდრული ტანსაცმელი და აი, ანუ თქვენ ტანსაცმელს პატიჟებთ თუ ადამიანსო დაახლოებით ესეა რა. ჩვენ ხო გარეგანის მიხედვით ვსჯელობთ. ხო და წარმოიდგინე რომ ხატთან მიდიხარ თქვა წმინდანის, ხო? ხატი განსულიერებული არის რა თქმა უნდა სულიერი, ხატი სინამდვილეში ცოცხალია, მაგრამ ცოცხალ ადამიანს ვერ გრძნობ და ხატს გრძნობ თქვა საუკუნეების წინ წმინდანზნი რო აღბეჭდილი, ანუ ეგ არის რა ფორმალიზმი. ანუ ხატი ესე ვთქვათ ღმერთის სახია, ღმერთის მსგავსია, ხო? ის წმინდანი რო გამოსახული რაღაცაზე. ხო, მაგრამ ხო, თქვი არა. ვერ ხედავ თუ ვერ გრძნობ რატო არის ვერ გრძნობ მამავს, გინდა მამა გაბრიელს, მარტო მამა ნიკოლოზი არ მაქვს. და ნუ რაც თქვი რა შენ და ეკლესიაში მიდიხარ და გინდა ეზიარებენ და გგონია რომ ეზიარები და ამით იმშვიდებ თავს შეიძლება. იმშვიდებ შეიძლება თავს. სხვათა შორის ხატზე მინდა ვთქვა, ერთი ესეთიც მაქვს ამოკითხული, რომ მძუმარებაში მიდიოდნენ ხატწერები ხშირად
ანუ ხო და ძველად და მე ვივხვდი სადღაც წავიკითხე თუ მივხვდი აღარ მახსოვს ეხლა ანუ სულიერ აი მაგალითად მაგიდა რო არ გაქვს ნანახი სულ არ გაქვს მაგიდა ნანახი დახატავ მაგიდას ანუ შენ უნდა იხილო ის სულიერ სამყაროში წმინდანი იქნება თუ სხვა რომ შენ მერე გამოსახო ეს ხატზე ნამდვილი ხატწერილი იდგომა ასე ვთქვათ ისტორიული როგორც ამბობენ იყო ესე და მე ეს ანდრეი რუბლევთან დაკავშირებით დავინტერესდი ის დუმარებაში რო წავიდა და წმინდა სამების ავტორი დუმარებაშიც 10 წელი ხო ანუ რატო იმიტომ რომ სხვანაირად დაანება ხატწერას თავი რატო იმიტომ რომ შენ აღწერ სულიერ სამყაროს და იქ ნამყოფი არ ხარ ხო ანუ უშუალოდ შეხება უნდა კონდეს მაგრამ მაშინ ხო და აი ხო და წარმოიდგინე მაგის გარეშე შეუძლია თუ არ გაქვს შენში ან კონკრეტული ადამიანი შეაფასო და ან კონკრეტული საქმე რა მაშინ ნებისმიერი თემა უკვე ეგრეა მარტო ხატწერაზე კი არა ნებისმიერი გინდა წერდა გინდა კინოს იღებდა შენში და იმიტომ აღარ ხო მოკლედ ხო ანუ ვიღაცა იმიწვა ისა რომ აი ფანატიზმის ეპოქაში ვარ ნაგრძნობი არ გაქვს შეხებული არ გაქვს უმაღლესი კი და ნელ-ნელა იცი რა არის ადამიანებს გაუჭირდათ უბრალოდ ცხოვრება ტყუილში და ხო კაი ხო ანუ რეალობას დაუბრუნდება მაგით ადამიანს რა თქმა უნდა იმიტომ რომ რატო გაუჭირდა თუ გინდა რელიგიური კონფესიების კრიზისია სარწმუნო ყველგან არის კრიზისი ყველგან ფორმალიზმი უკვე აუტანელი გახდა ხელოვნებაშიც შემოქმედებაშიც რატო იმიტომ რომ ვერ უშველა ვერც რელიგიამ უშველა ვერც ხელოვნებამ უშველა გაუჭირდა დაჭირდათ მამა ნიკოლოზი დაჭი ანუ ცოცხალი რელიგიური ფანატიზმი ცოცხალი ხო რელიგიური ფანატიზმი ყველაფერში ფანატიზმია ბიზი არა მარტო ჩვენ ძმობაში არა ნეტა ოდნავ სულ მაგას სურვილი რომ კიდევ და კიდევ ოდნავ მეტად გამიცნობიერებინოს რა შემეგრძნოს მამაო და მიმხდარიყავი ვინ არის ამინ ღმერთმა ისმინოთ მე ჩემთვის დიდი სიხარულია თქვენს გვერდით რო ვარ და ასე არავინ არ თქვა საწი ჩემზე რომ მე ასაკოვანი მადლობა დიდი მადლობა ერთი კითხვა მინდა დაგისვა მამა ნიკოლოზი შენ მამა ნიკოლოზ ბავშვობიდან იცნობდი საბავშვო ბაღიდან ხო და აი ბავშვობაში როგორი იყო რა იმე განსხვავებული თუ იყო იმ დროს მაგაზეც რო გითხრათ იცი რა არის მაგ კითხვაზე ყოველთვის ის მაქვს ცოლად ესე ვიტყვი ტორმუსი იმიტომ რომ იცი რა არის ეხლა ხო უნდა დამრუნდე უკან და აბა მაშინ როგორი იყო ახლა კი ახლა როცა მამაოს შენობითაც ვერ ველაპარაკებოდი და საერთოდ ახლოს ყოფნა მიჭირდა ხო გახსოვს ბიძინა რომ მოვედი ანუ არა ვერ ხო და რა თქმა უნდა იყო განსხვავებული და ახლა ამ გადასახედიდან ის ხუთოსანია ასე შემდეგ წარჩინებული სულ ყველაფერში უკანა მერხზე კი იჭდა წინა მერხზე არა სულ ბოლო მერხზე მაგიდან სოსლელობაზე ახლა ძმას ხო მისი მეგობარი უახლოესი უკანა მაგრამ სულ იყო ისა წარჩინებული მაგრამ რით იყო გამორჩეული ახლა რო ვიხსენებ უწყფელი იყო ისეც გაიცინებდა რომ დაიმალებოდი ანუ რაღაცა ანუ იყო გუწყფელი ადამიანი სულ მერეც და აი სულ ამას ვიხსენებ სულ იმიტომ რომ მაგ კითხვას რომ მაძლევენ ძალიან ხშირად იყო გაფიქრებული თეთრი კანისფერის და რატომღაც პარალელი გავავლე რომ 0 ბევრჯერ მაგ გავლელიო რომ ამბობს მე მგონი კი არა და გადიოდა იმ მომენტებში სულ ეთქობა ის მამა გაბრიელის ხედვის და სწავლების არეალში იყო მანამ ვიდრე მოხდებოდა ფიზიკური ასე ვთქვათ შეხვედრა და შეერთება მანამდე იყო როგორც ჩანს მანძილზე მასთან დაკავშირებული იმიტომ რომ მასეთი თეთრი არავინ არ მახსოვს სხვა ბავშვობაში ზოგჯერ ჩვეულებრივი კანისფერი რა ვიცი აი ეს მახსენდება და ისე რომ თქვა რომ ხა გამორჩეული მაშინდელი განწყობით და იმით მაშინ არ მიფიქრია
მაშინ ხო უნდა მეფიქრა რომ ეს ალბათ ბავშვობაში გადასახედიდან აქედან ეს თვისება გუწფელობა და კანის სითეთრ მოკლედ ეგრე მადლობა გადახდილი გვაქვს კაი. მადლობა თქვენ ბავშვო